თამბაქოს მოხმარების საგანგაშო შედეგი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას ინფორმაციით ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი 11.6% მოიხმარს. ამავე კვლევის მიხედვით 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარენ. შემდეგ მოდის ტრადიციული და გასახურებელი თამბაქო. ექიმი თერაპევტი ეკალი პარტაშვილი იმ ზიანზე საუბრობს, რაც შესაძლოა მოზარდის ჯანმრთელობას მიადგეს. სიგარეტი მავნეზე გავლენას ახდენს როგორც მოზარდის, ასევე ზრდასრულის ორგანიზმზე, რა თქმა უნდა. იწვევს ძალიან ბევრ ვერაგ დაავადებას. პირველ რიგში აღსანიშნავია სასუნთქი გზების სიმსივნეები, განსაკუთრებით საშუალო ასაკის მამაკაცებში, მწეველებში პირველ ადგილზეა. გარდა ამისა იწვევს ფილტვის და ბრონხის ფიბროზულ ცვლილებებს, ეს გახლავთ ასე რომ ვთქვათ, ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც ძალიან მალე იღლება პაციენტი, იწყებს ქოშინს, უჭირს გადაადგილება, შრომა და სრულფასოვანი ცხოვრება. ეს მავნეჩვევა იწყება, რა თქმა უნდა, მოზარდობის ასაკიდან, იმ გარემოში, სადაც ბავშვები ხვდებიან მწეველების ან იზრდებიან მწეველების გარემოში, რა თქმა უნდა, ისინიც იღებენ მავნეჩვევებს. უფრო მეტად რთულია ზუსტადაც მოზარდობის ასაკში სიგარეტის მწეველობა და მისგან გამოწვეული რთული შედეგები, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, იწვევს სასუნთქის სისტემის პირველ რიგში დაავადებებს, იწვევს სასქესო ორგანოების დაავადებებს და აგრეთვე იმუნური სისტემის დაქვეითებას და მიმღებლობას ბევრი ვირუსული და არავირუსული დაავადებების მიმართ.